გამარჯობათ. ინფორმატორი გილოცავთ ახალ 2003 წელს და წარმატებებს გისურვებთ. ახლა კი იმის შესახებ, რაც მოხდა ახალი შოუ ბიზნესში 2002 წლის მიწურულსა და 2003 წლის დასაწყისში. დიზაინერ თინა კლდიაშვილის სახელოსნო ძალიან ორიგინალურად აღნიშნა ახალი ცხვრის წლის მოსვლა. მათ ქარვასლაში ცხვრის მატყლისგან დამზადებული მოდელები ჩააცვეს ცნობილ მსახიობებს და ჩვენება მოაწყეს, რომელსაც საქართველოში ჩამოსული ნანა ჯორჯაძე იღებდა. Раз, два, три. Первая пошла. Раз, два, три. Вторая пошла. Раз, два, три. Поэтому ты открой. Вот это закрыла и пошла. Понимаешь? А это что, Гуравича скажешь, что ჩემი მეგობრის გამოფენაა და მისი სტუდენტების, მისი სკოლის, მისი სახელოსნოს. ეს არის ქართული თექის დამუშავება ესეთი მხატვრული გზით. ეს არის ძალიან დიდი ხელოვნება, მე მგონი და არაჩვეულებრივად საინტერესო და ორიგინალური. 2003 წლის 1 იანვარს შერატონ მეტეხი პალასში დიდი ტუსოვკა მოეწყო. ცნობილმა კომპანია Eastern Promotion-მა სისი როჯერსი ჩამოიყვანა თავის ბენდთან ერთად, რომელმაც იმდენად ენერგიულად იმღერა, რომ დამსწრე პუბლიკის ერთ ნაწილს საერთოდ დაავიწყდა ის ფაქტი, რომ მეტეხში სკამებიც იდგა და დასვენება იყო შესაძლებელი. სამაგიეროდ სტუმართა სოლიდურმა მეორე ნაწილმა იმიჯს არუღალატა და ისინი მშვიდად ადევნებდნენ თვალყურს სისი როჯერსსა და აცეკვებულ ხალხს. დღეს სპორტის სასახლეში საუკუნის ნოსტალგიას ამის კონცერტი გაიმართა. დიდ სპორტის სასახლეში დიდ ძალი ხალხი მოვიდა. შემსრულებლებმაც და სტუმრებმაც ძალიან იხალისეს. Hi. ძალიან მაგარი, ეთერში ძალიან მაგარი იყო, კონცერტზე ეთხო საერთოდ. აი, ნახე როგორ შებუდა წინდების ხოლმე. ვაყოფილი ვარ ძალიან ფანტასტიკური განწყობა, ყველაფერი 10-იანზე, 5-იანზე არა, 10-იანზე მოკლედ. ეს კაბა ისე მიხვავს. აჯვანში. მე კიდე აი ეს სტიმული დამფუძნავს მაგრამ ნორმალურად კი არა, ძალიან კარგი ორგანიზებული არის სხვათა შორის და ყველაფერი 5-იანზე მოდის. ხალხი არის ძალიან ბევრი, რომ აი, არ ვიცი, თვალები ამიჭრალ და იმდენი ადამიანია. მოკლედ, დიდი მადლობა ყველას, ვინც მოვიდა, ჩვენ თქვენ ძალიან გვიყვარხართ. ძალიან სასიამოვნო ემოციებით ვარ დამოხტული, იმიტომ რომ დარბაზიდან მოდიოდა ისეთი ფანტასტიკური განწყობა. ძალიან კარგი პუბლიკაა. ფანტასტიკური პუბლიკაა და ჩვენ ასე დავიმუხტეთ, ასე ვთქვათ. ძალიან კარგი პირველ რიგში ყველას ახალ წელს გილოცავთ გასულ შობასაც და რავი ძალიან კმაყოფილი ვარ. მაგარი რაღაც გვაჩუქა მაესტრომ დღეს ჩვენ. მაგარი
კონცერტია ყველაზე მაგარი მე მგონი რაც კი ყოფილა ჯერ რაც დაიწყო და რაც ვნახეთ ამის შემდეგ რა იქნება არ დიახ მაგარია ძალიან მომწონს ძალიან კარგია მაგარია ძალიან მომწონს ძალიან მაგარია მითხარი რა მე თუნდაც უკვე მრავალჯერ ნამღერი დრო ამწუთებს გაიხარეთ თქვენ გილოცავთ ყველას ახალ წელს და ამბები ყველაფერი ერთად ხო გილოცავთ ყველას ახალ წელს შობას ძალიან მიყვარხარ და კოცნით კაია რომ ბევრი ხალხია მოსული, იმიტომ რომ ეს უფრო მეტ ენერგიას გვაძლევს. პრინციპში ეს ყოველთვის ასე იყო, მაესტროს კონცერტებზე ყოველთვის ბევრი ხალხი მოდიოდა. ასე რომ გაუმარჯოს მაესტროს. რა? გამარჯობათ. კაია. მადლობა. დიდ სცენაზე პირველად ვარ. ჯგუფი ემი ახალ კლიპს იღებს. ცნობისათვის გეტყვით, რომ ეს ის სიმღერაა, რომელიც გოგოებმა მაესტროს წინა კონცერტზე შეგვისრულეს. ტექსტი არის მედიკომ ღებრიშვილის, ბექ-ვოკალი არის ფლეშის და ბალანსი გააკეთა კოტენონიკოვმა. დიდი მადლობა ყველა ამ ადამიანს. და ეხლა მუშაობთ ამ სიმღერასთან დაკავშირებულ ვიდეო რგოლზე. სიმღერას ქვია მეცეკვე ამ ღამეს. როცა კლიპი მიიღებს უკვე სრულ სახეს, შეიძლება სახელი შევცვალოთ. ნახოთ, ეს დაზუსტებული არ არის ჯერ. კონკრეტულ თარიღს რეჟისორი არ გვეუბნება, მაგრამ ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მალე იქნება ძალიან. ოსტოს ჩვენი სურვილი ასეთია.
კმაყოფილები ვართ და მონდომებულები და ცოტა დაღლილები, ცოტა. ხო გეტყობა? ღამის 3 საათიდან აი რომელია ეხა? არის დღის 12-ის 9:30. აქ ვართ და მუშაობთ. ნუ პირველი ეტაპი დამთავრდა, ეხა მიდის ჩვენ სინქრონებზე მუშაობა. ინა მოხარი და უკანა ინდექსი შუაში რეჟისორი დათო იმედაშვილი. თამუნა და რა ვიცი, ძალიან ბევრი კარგი ადამიანი, რომელიც ჩვენ გვეხმარება და ყველას გვინდა ბოულინგ ცენტრის რედაქციიდან დაწყებული ნატალის გოგონები და ამ კარგი ადამიანები, ყველას უთხრა ძალიან დიდი მადლობა. ეხლა ვაგურებთ. დავაი. კავი ვარჩო თუ კიდევ გავაგურებთ.